ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით მე-7 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები დაამტკიცა. საკრებულოს მიერ განისაზღვრა ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი. ქუთაისის წარმომადგენლობითმა ორგანომ ასევე მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის 2025 წლის 25 თებერვლის 412 განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ძაღლების ჰიპერპოპულარიზაციის მართვის პროგრამით ქუთაისის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს დაევალა იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, გურიის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე 10,000-მდე მიკედლებული მიუსაფარი ცხოველის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურეობა. საკრებულოს ხდომას ოპოზიციური სპექტრიდან ალექსანდრე მიქაუტაძე ესწრებოდა. ვრცლად იხილეთ ჩვენს მიერ მომზადებული სიუჟეტი. საკრებულოს დადგენილებით ცვლილება შევიდა მერის საშტატო ნუსხაში, კერძოდ შემცირდა საშტატო ერთეულების რაოდენობა, ასევე სოციალურ საკითხთა სამსახურში მოგეხსენებათ გაზრდილია პროგრამების რაოდენობა, ასევე მოქალაქეების მომართვიანობა, შესაბამისად მოქალაქეებისათვის სერვისების მიწოდების მიზნით ემატება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურე ორი ერთეული და ასევე მენეჯმენტის პროცესის უფრო ეფექტურად წარმართვისათვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, ასევე საბინაო და მუნიციპალური და საბინაო ინფრასტრუქტურის სამსახურში საპროექტო ზედამხედველობის განყოფილებაში ემატება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული ერთი საჯარო მოსამსახურე. აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის უფრო ეფექტურად წარმართვას, მოქალაქეებისათვის საჭირო მუნიციპალური და სოციალური სერვისების მიწოდებას. იქმნება ახალი წესი უსახლკარო პირებად და უსახლკარო ოჯახებად რეგისტრაციისა. მოგეხსენებათ სერიოზული გამოწვევაა ქვეყანაში უსახლკარობა, განსაკუთრებით ჩვენს ქალაქში, როცა 300-ზე მეტი ფაქტობრივად უკვე განცხადება არსებობს უსახლკაროთა მხრიდან. მქონდა мотиваცია იმასთან დაკავშირებით, რომ ძველი წესი, რომელიც 2022 წელს იყო მიღებული, ცოტათი გაგვემრავალფეროვნებინა და ცოტათი ყოფილიყო უკეთესი ერთგვარი ინსტრუქცია, წესი, რომლის მიხედვითაც აი ამ პრობლემით გატანჯული ხალხი მოკლედ ერთვენიერ დღეს ამოისუნთქავს და სათანადო საცხოვრებლით დაკმაყოფილდება. მოგახსენებთ, რომ ეს სათანადო საცხოვრისი უსახლკარო პირთათვის არის თავშესაფარი, ხოლო უსახლკარო ოჯახებისთვის არის სოციალური საცხოვრისი. მინდა აქცენტი გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ წესში გვაქვს მცირედი ცვლილებები, რომლებიც შეიძლება უკეთესი იყოს წინა წესზე, მაგალითად სოციალურ სარეიტინგო ქულაზე მიმული არ არის ყველა ესე იგი შეფასების სისტემა და გაცილებით უკეთესი და სამართლიანი იქნება ის შეფასების სისტემა, რომელიც ეხლა გვაქვს. დღესდღეობით ქუთაისში თავშესაფარი არსებობს სხვა იურიდიული პირის სპეციალური სერვისების შემადგენლობაში, ვინაიდან საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი მთავრობის დადგენილებით ხდება არა მარტო ქუთაისის, არამედ იმერეთის მუნიციპალიტეტების და გურიის და სამეგრელოს მუნიციპალიტეტების შემოვლენ ქუთაისის თავშესაფარში და ისარგებლებენ ქუთაისის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრით, აუცილებლობა წარმოადგენს დაფუძნდეს დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირი ქუთაისის მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის სააგენტო. ანუ იგივე თავშესაფარი იქნება ეს. ახლადელი არსებული თავშესაფრის განსხვავებული იქნება უფრო მოწესრიგებული იქნება ეს უფრო ფართო მასშტაბის და იქნება წევრობაზე დაფუძნებული. ახლანდელი არსებული თავშესაფარი არის სპეციალური სერვისების შემადგენლობაში მოწყობილი თავშესაფარი და მხოლოდ ქუთაისზე არის გათვლილი. დღესდღეობით საჭიროება არის, რომ თავშესაფარი მოემსახუროს არა მარტო ქუთაისს, არამედ იმერეთის ხარის მუნიციპალიტეტი. დღევანდელ საკრებულოზე რამდენიმე საკითხი გახლდათ გამოტანილი. გარკვეულ ნაწილს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის მუშაობისას გავეცანით, იყო რაღაც საკითხები, რომელთა განხილვა არ ჰქონია კომისიური წესით. ამიტომ საკმაო ნაწილისგან, ასე რომ ვთქვათ, მხარიდან მეჭირა, თავი შევიკავე. პირველი საკითხი მოგიხსენებათ გახლდათ საფინანსო, საშტატო განრიგში ცვლილებები
ცვლილებები, რასაც ცხადია, მხარს ვერ დაუჭერ. დიდი პატივისცემით კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეებთან, დიახ, მათ ჭირდებათ ნორმალური ანაზღაურება, მაგრამ ამ მიმართულებით ქვეყანაში გვაქვს ძალიან სერიოზული პრობლემები. არაერთი სექტორი და მიმართულებას წარმოდგენილი ადამიანები, რომლებსაც აქვთ მინიმალური ანაზღაურება. ხარჯების ზრდას მუნიციპალური და ამ მიმართულებით ვერ მივესალმები. თავშესაფარზე, როგორც დიახ, ამ მოცემულ ეტაპზე საუბარი არის ფურცელზე, სურვილზე, განწყობაზე, თუმცა რაღაც, ასე ვთქვათ, რაღაც საფუძველი არსებობს, მოგიხსენებათ, ქალაქში არსებობდა ასეთი თავშესაფარი. მოხდება თუ არა აღნიშნულის განხორციელება, რეალიზაცია, ამას ყველა დავინახავთ. ალბათ იქ საუბარი იყო მოვლა პატრონობაზე და მათ განთავსებაზე და ვფიქრობ, რომ სასიკეთოდ იმედია ეს პროექტი სწორად და კარგად განხორციელდება და რაც ერთგვარი შვება იქნება ჩვენ თანაქალაქელებისთვის. მე-20 საუკუნიდან მოყოლებული ქუთაისში გვირილობა, ანუ ქუთაისობა ყოველწლიურად 2 მაისს იმართება. ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს დიდი ხნის ისტორია აქვს და ის მოხალისეობასთან, ქველმოქმედებასთან არის დაკავშირებული. 2 მაისს გასამართი ღონისძიებების შესახებ მეგატივთან ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ელეონორა გოგოლაშვილმა ისაუბრა. ქუთაისის ქალაქობა აღინიშნება ტრადიციულად მიმდინარე წლის 2 მაისს ჩვენს ქალაქში. ღონისძიებები დაიწყება შუადღის 12 საათიდან ქალაქის ცენტრალურ ბულვარში. ეს იქნება როგორც სპორტული, ასევე შემეცნებითი საგანმანათლებლო ღონისძიებები. ჩვენი ქუთაისის კულტურულ-სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალების მოსწავლეების მონაწილეობით პავილიონები იქნება წარმოდგენილი ქალაქის ადგილობრივი საგანმანათლებლო დაწესებულების, როგორც აკგ-წერტლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კოლეჯ იბერიას პავილიონები. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სივრცე გაიხსნება აგრეთვე ამავე დღეს და ორი უნიკალური გამოფენა განხორციელდება როგორც ქალაქის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ასევე დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში დღის სხვადასხვა მონაკვეთში ტრადიციული ჯომარტობა გაიმართება მდინარე რიონზე და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებები ალბათ არის დრამატულ თეატრში თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობითა და დირიჟორობით, ხოლო დღეს დაასრულებს საზეიმო გალა კონცერტი, ქალაქური მუსიკის შემსრულებლები იქნებიან მონაწილეები, ისეთები როგორებიც არიან ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, ნუკრი კაპანაძე, სალმე ბაკურაძე, დათუნა სირბილაძე, ანსამბლი ქართული ხმები, ანსამბლი შვიდკაცა, თეატრალური კვარტეტი და ჯგუფი ალილო. ასე რომ გელოდებით ყველას, რომ ერთად აღვნიშნოთ თითოეული ქუთაისელისთვის მნიშვნელოვანი და საყვარელი დღე. ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 84 პირი და ამოღებულია სხვადასხვა სახის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები, ასევე ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ბრიფინგზე აღნიშნეს, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. პოლიცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ნარკოტიკული დანაშაულის გამოვლენისა და ბრალდებულების მხილების მიზნით არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა, რითაც დადგინდა, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს სხვადასხვა მეთოდით მოქალაქეებზე სისტემურად ასაღებდნენ. ასევე სამართალდამცველების მიერ რამდენჯერმე განხორციელდა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. მოგესალმებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას ყოველდღიურად უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 84 პირი და ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპიული საშუალებები, ასევე ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.
დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ნარკოტიკული დანაშაულის გამოვლენისა და ბრალდებულების ხილების მიზნით არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა, რითაც დადგინდა, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს სხვადასხვა მეთოდებით მოქალაქეებზე სისტემატურად ასაღებდნენ. ასევე სამართალდამცავების მიერ რამოდენიმეჯერ განხორციელდა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ავტომობილების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან მიფხიცება დამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. მათ შორის ჰეროინი, კოკაინი, მეთადონი, ბუპრენორფინი, მარიხუანა და სხვა. საგამოძიებო მოქმედების შედეგად ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებით დაფასობებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. აღნიშნულ საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში ასევე აღკვეთილია ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტი. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაკავებულია უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, რომლის პირადი ჩხრიკის შედეგადაც ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 2500 აბზე მეტი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260, 260 ტერცია, 260 კვარტა, 261, 262, 265 პრიმა და 236 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. საპოლიციო დანაყოფების მიერ აღნიშნული კატეგორიის დანაშაულში ჩართული პირების მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული უმკაცრესი ზომები. მადლობთ. სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა თერჯოლაში ყველის საწარმო საქმიანობა შეუჩერეს. ფიზიკური პირი კ თერჯოლაში სოფელ კვახჭირში სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა. ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამოები. ბიზნეს ოპერატორი დაჯერიმდა და ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამოების აღმოფხვრამდე, საქმიანობის აღიარებამდე და რეგისტრაციამდე. სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნეს ოპერატორებს არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე და საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. 28-29 აპრილს ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინგლისური ენის სპეციალისტების პროგრამის დაფინანსებით ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების სემინარი ჩატარდა. სემინარს აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დოქტორ ჯონ ლივაისი უძღვებოდა. სემინარში მონაწილეობა მიიღეს ქუთაისში მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინგლისური ენის მასწავლებლებმა კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან, საჯარო და კერძო სკოლებიდან. ტრენინგის მთავარი მიზანი გახლავთ ჩემი გამოცდილების გაზიარება. მე ვარ ზეპირი მეტყველების ექსპერტი, უპირველეს ყოვლისა წარმოთქმის სპეციალისტი. სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ. ჩვენ ვისაუბრებთ ზეპირი მეტყველების ინსტრუქციებზე და წარმოთქმაზე, მათ სპეციფიკაზე. ასევე განვიხილავთ კვლევის მიმართულებებს, ვუპასუხებთ მასთან დაკავშირებულ შეკითხვებს. განვიხილავთ სტატიის გამოქვეყნების საკითხებს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ვფიქრობ, ის აუცილებლად გაგრძელდება. ეს პროექტი მხარდაჭერილია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის და ინგლისური ენის სპეციალისტების პროგრამის მიერ. What we can do in the future. ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი მართავს მნიშვნელოვან ღონისძიებას დღეს. ეს არის ვორქშოპი ინგლისური ენის პედაგოგებისათვის გამოყენებითი ლინგვისტიკის მიმართულებით. ვორქშოპში მონაწილეობას იღებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ლექტორები, ასევე ზოგად საგანმანათლებლო სკოლის პედაგოგებიც. ვორქშოპს უძღვება აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც იქნა მოწვეული
ჩართული ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან თანამშრომლობით და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით. პროფესორი ლევისი არის აღიარებული სპეციალისტი დარგის. ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი ამ ღონისძიებას მართავს მესამე მისიის ფარგლებში. მესამე მისია გულისხმობს უნივერსიტეტის როლის გაძლიერებას საზოგადოების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარებისათვის. ეს არის ერთ-ერთი ღონისძიება, რომელიც ახლა იმართება მესამე მისიის ფარგლებში. ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი კიდევ მრავალ ღონისძიებებს დაგმეგმავს მესამე მისიის ფარგლებში. სესიებზე განიხილეს ინგლისურის როგორც უცხოური ენის სწავლების მეთოდოლოგიის თანამედროვე მიდგომები, ზეპირი კომუნიკაციის სწავლებასა და პრაქტიკულ გამოყენებაზე ძირითადი აქცენტებით. მნიშვნელოვანი არის აქცენტი გაკეთდეს სკოლებში წარმოთქმის სწავლებაზე, კარგი წარმოთქმა განუსაზღვრელია ნამდვილად კარგი კომუნიკაციის და კარგი ინგლისური ენის ფლობის. ტესოლის კურსზე მოხვედრა ნამდვილად დადებითად გარდამტეხი არის ნებისმიერი ინგლისური ენის მასწავლებლისათვის. ვიძლევთ თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენებით წარმატებით გამოვიყენო იგი ჩემს მოსწავლეებთან და საკლასო ოთახში გადმოვიტანო. საკონსულტაციო სესიები ასევე ჩატარდა დოქტორანტებისა და ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის.